ჩვენ C++-ი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეფექტურად ვმართოთ ჩვენს მიერ დაწერილი ციკლი. ერთ-ერთ ასეთ შესაძლებლობას წარმოადგენს ის, რომ შეგვიძლია ციკლის რომელიმე იტერაცია გამოვტოვოთ continuous საშუალებით. მოდი ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს პროგრამას, ეს წავშალოთ while და do while და დავწეროთ ჩვეულებრივი for ციკლი, სადაც აი ამ იცვლადის მნიშვნელობა იცვლება 1-დან 10-მდე. 10-ის ჩათვლით. და სადაც უბრალოდ ვბეჭდავთ ამ მნიშვნელობებს. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვიქცეთ ესეთნაირად. თუ კი ის მნიშვნელობა არის დავუშვათ 5-ის ტოლი, შეგვიძლია დავწეროთ continue. რაც ნიშნავს იმას, რომ აი ამ continue შესრულების შემდეგ ციკლის ქვევით არსებული კოდის ფრაგმენტები აღარ შესრულდება და ეს გადავა შემდეგ იტერაციაზე. ანუ 5 აღარ დაიბეჭდება, როცა დავბეჭდავთ აი ამ იცვლადის მნიშვნელობებს. მოდი ახლა გავუშვათ და შევხედოთ როგორ იმუშავებს. აი როგორც ხედავთ, დაბეჭდა 1 2 3 4, შემდეგ 5 გამოტოვა და დაბეჭდა 6 7 8 9 10. ასევე ჩვენ შეგვიძლია რაღაც ფრაგმენტი გამოვტოვოთ მთლიანად, თუ კი პირობა შევარჩევთ ესეთნაირად, აი მაგალითად თუ კი ის მნიშვნელობა არის მეტიან ტოლი 5-ზე და i ნაკლებიან ტოლი 8-ზე. მაშინ აღარ დაიბეჭდება შესაბამისად 5, 6, 7 და 8. აი ეს მნიშვნელობები. რადგან შესრულდება continue და continuous ქვევით ასებული კოდის ფრაგმენტები აღარ შესრულდება. აი როგორც ხედავთ, დაიბეჭდა 1 2 3 4, შემდეგ 5 6 7 და 8 გამოვტოვეთ და დავბეჭდეთ 9 და 10.